რა სახელებიც უნდა დავარქვათ, რა ახალი ტერმინებითაც უნდა შევმოსოთ ჩვენი ეპოქა, თუ მასში მიმდინარე პროცესები, როგორი დამოკიდებულებაც უნდა გქონდეს მათდამი, უკიდურესად დადებითი თუ უარყოფითი, ყოველივე რაც ხდება ჩვენი კაცთა მოდგმის, ადამიანების შემოქმედების ნაყოფია და ჯერჯერობით კვლავ ჩვენს ხელშია მათი ჩვენ და სასიკეთოდ შეცვლის შესაძლებლობა. ოღონდ კარგი იქნება თუ არ დაგვავიწყდება დიდი ჩინელი ფილოსოფოსის კონფუცის შეგონება იმის თაობაზე, რომ შესაძლებლობა, დრო და სიტყვა ის საკრალური სამეულია, რომელთაც თუ ხელიდან გაუშვებ, უკან აღარასდროს ბრუნდება. ამიტომ მოგვიწოდებს ის ფუჭად არ დავკარგოთ დრო, წარმოთქმამდე კარგად დავწონოთ სიტყვა და ხელიდან არ გავუშვათ შესაძლებლობა, რომელსაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ, უკან ვერ დავიბრუნებთ. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ და უსმენთ იმედს. ეთერშია შემდეგი გაჩერება. პრინციპში, ყველა ჩვენი შეხვედრა ამ სტუდიაში თუ სხვა სტუდიებში, მაყურებელთან თუ მსმენელთან, ამის მცდელობაა. არ დავკარგოთ დრო და არ გავუშვათ ხელიდან შესაძლებლობა ფიქრისა იმ პროცესებზე, რომლებიც ერთი შეხედვით თითქოს უშუალოდ ჩვენ არ გვეხება, გლობალური მასშტაბები აქვს, დიდი პოლიტიკის ნაწილია, რეალურად კი თუ დავფიქრდებით, ისინი თითოეული სახლში შემოდიან დაუკაკუნებლად და დიდ გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებაზე. მაგალითად, ასეთი მასშტაბის პროცესებია გლობალიზაციის პროცესი, მოდერნიზაციის პროცესი, ხმამაღალი ესეთი დიდი გრანდიოზული პროცესები გნებავთ, იდენტობის კრიზისი. მაგრამ როგორც კი დავფიქრდებით, ისინი თითქოს აი ჯადოსნური ჯოხი შეახესო პატარავდებიან და თითოეული ჩვენგანის ცხოვრებაში ახერხებენ შემოჭრას. თითქოს რა კავშირი აქვს გლობალიზაცია, მოდერნიზაციის პროცესებს იდენტობის კრიზისთან? დასავლეთში და ჩვენს სამშობლოში. აი ამ თემებზე და რა თქმა უნდა სხვა თემებზეც მოსაზრების გაზიარება მინდა ვთხოვო ჩვენს დღევანდელ სტუმარს ბატონ ნუგზარ როხაძეს. მადლობა რომ მენდე. ძვირფასო ნუგზარ, განსაკუთრებით მიხარია შენი მასპინძლობა, შენ იცი ჩემი დამოკიდებულება შენს მიმართ, შენი მოსაზრებების მიმართ, ძალიან გენდობი, დიდ პატივს გცემ და ამიტომ მოდი დავიწყოთ ამ ხმამაღალი პროცესებით. ჩვენი წინა შეხვედრის შემდგომ 3-4 წელი გავიდა და ეს გლობალიზაციის პროცესი გამწვავდა და გავლენაც ჩვენს ცხოვრებაზე სულ უფრო და უფრო ინტენსიურია. მოდი კიდევ ვილაპარაკოთ. რა არის ეს პროცესი? რა თქმა უნდა, ისევე როგორც ყველა სხვა პროცესი, გლობალიზაციის და მოდერნიზაციის პროცესი განვითარებაში ეს პროცესია, ის არ წყდება. და ისი პრინციპში გამოუცნობია, ეს კარგია სამყაროსთვის, ცუდია თუ პრინციპში არაფერი არ არის, ამის თქმა ძალიან ძნელი, ამაზე ძალიან მსხვილტანიანი წიგნები იწერება. ნუგზარ, თავარი ჩემი ინტერესი არის, აი ამ დიდი პროცესების, გლობალური პროცესების გავლენა ჩვენს იდენტობაზე. კი ბატონო. ახლა გლობალიზაცია და მოდერნიზაცია, როგორც შენახსენებ, ეს ორი პროცესი, რა თქმა უნდა, შერწყმულია ერთმანეთთან, მე ვიტყოდი ასე. და რა თქმა უნდა, ორივეს ძალიან დიდი გავლენა აქვს ჩვენს იდენტიფიკაციაზე, ანუ პიროვნების შეგრძნებაზე. და ეს გავლენა დღითიდღე იზრდება. გლობალიზაციის შეგრძნება აქვს ყველა ადამიანს, ახლა და შენ აქ რომ შეხედავთ, და ჩვენ უკვე ძალიან გლობალიზებული ვართ, იმიტომ რომ ჩვენი ტანსაც, მაგალითად გეტყვი, პრიმიტივი. ჩვენი ტანსაცმლის ნებისმიერი შემადგენელი არის სხვადასხვა ქვეყანაში გაკეთებული, შექმნილი, ჩვენ თავად ვართ ისი გლობალიზებული, ისედაც პროდუქტიც ვართ, პროდუქტი ვართ ამ გლობალიზაციის. მაგრამ ჩვენ ყოველთვის გვექნება შეკითხვა ასეთი, რამდენად კარგია ის ჩვენთვის, რამდენად სასარგებლოა და როგორ უნდა გამოვიყენოთ ეს გლობალიზაცია, თუ საშველი არ არის. ისი გლობალიზაცია როგორ ჩანს, არასოდეს თავს არ დაგვანებებს, რატო სამყარო პატარავდება ნელ-ნელა და სამყარო ისწრაფის გლობალიზაციისაგან. ეს ფაქტია, ძალიან ბანალური აზრია. ამას რა თქმა უნდა ლაპარაკი. მაგრამ მთავარი ის კი არ არის, რომ გლობალიზაცია არ წყდება.
თავარია ის როგორ უმკლავდებით ჩვენ ამას. და მთავარია ის რა გავლენას ახდენს, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ჩვენზე, რა შეიძლება დათრგუნოს ჩვენში და რა შეიძლება პირიქით ამოწიოს, ააყვაოს და გაფურჩქნოს და ეს პროცესები რამდენად სასარგებლოა ჩვენთვის, ქართველებისთვის, პატარა უნდა გავატაროთ პარალელი. ესე იგი, რა თქმა უნდა, გლობალიზაცია და მოდერნიზაცია თავის სიკეთეც აქვს და თავისი მავნე მხარეებიც აქვს. თუ ადამიანი მიხვდეთ იმისა, ჩვენ ადამიანები მიხვდეთ იმისა, რომ ვართ გლობალიზაციის პროდუქტი, მაინც ეროვნულობისკენ ვიხრები და მისკენ ვისწრაფვით. ყველას ეგონა, რომ გლობალიზაცია გაანადგურებდა ნაციონალიზმის შეგრძნებას, ანუ ეროვნული შეგრძნებას, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ნაციონალური იდენტობა. ეს შენარჩუნებული მოხდა და ჩვენ მაგალითად საქართველოს როგორც ერთი ქვეყანა, როგორც ერთიერი ამ ქვეყნად ვართ ამის მაგალითი, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან მტკიცედ ვინარჩუნებთ ამ ეროვნული შეგრძნებას. მაგრამ რა თქმა უნდა, სამყარო გვიწევს წინააღმდეგობას, მაგრამ ჩვენ მაინც ამ გზაზე მტკიცედ ვართ, ვინარჩუნებთ ესე იგი ჩვენს რელიგიურობას, ჩვენს ტრადიციას, მაგრამ ამის შედარება მერე გავაკეთოთ. ეხლა რა შეიძლება პიროვნებას. პიროვნება გლობალიზაციის ვითარებაში თითქოს რაღაც ჩაგრულია. რაღაცნაირად, იმიტომ რომ მას უჭირს ალღოს აღება გლობალიზებული სამყაროსთვის. რატო იცი ამას შეგუება ჭირდება და ის ინსტრუმენტები, რომელიც ჩვენ ხელში გვაქვს, რომ გადავრჩეთ არა, ეს ინსტრუმენტები თითქოს გლობალიზაციის ფონზე თითქოს ბლაგდება და ისე מחვილი აღარ არის, რომ ჩვენ ადვილად გავჭრათ ეს და ვისარგებლოთ. მეორე მხრივ, რა თქმა უნდა, გლობალიზაცია საშუალებას გვაძლევს, რომ ვიყოთ ბედნიერები, გახსნილები, არის საშუალება უფრო კეთილდღეობის უკეთესად მიღწევის, უფრო ადვილად მიღწევის, მაგრამ თუ ჩვენ ვერ შევძლებთ, ესე იგი ამ კარგის და ავის, გლობალიზაციის ავისა და კარგის შეგუებას და ვერ ვიპოვით გზებს იმისათვის, რომ ჩვენი პიროვნება შევინარჩუნოთ, ჩვენი პიროვნება გლობალიზაციის ფორზე არ განადგურდეს, არ გაქრეს. რა თქმა უნდა, უფრო ადვილი იქნება ბედნიერებისათვის ბრძოლა, მაგრამ თუ კი დავნებდით და თუ გაქარწყლდა ყველაფერი, რასაც პიროვნული ქვია, გლობალიზაციის ფონზე და მან შეგვაშინა და უკან დაგვახევინა, რა თქმა უნდა, ეს მაშინ წაგებული ვიქნებით. მე ვფიქრობ, ყველაზე ოპტიმალური მიდგომა იქნება ის, რომ ჩვენ გქონდეს ალღო გლობალიზაციის მძლავრი ხელისა და გავლენის მიმართ და ამავე დროს არ გვეშინოდეს, ესე იგი მისი მოსვლის, რატო ის თავს არასოდეს აღარ დაგვანებდებს. ის ყოველთვის იქნება და სამყარო დღეს რომაა გლობალიზებული, შეიძლება გავდეს 10-20 წელიწადი და კიდევ უფრო მეტად გლობალიზებული გახდეს. ასე თქვი შენ, რა ის 24 წელიწადი გავიდა და რაღაც შეიცვალო. ეს მართლაც ასეა. ინტენსიფიკაცია მოხდა ამ რა თქმა უნდა. აი შენ თქვი რომ უნდა გადავრჩეთ, ალღო უნდა ავუღოთ და დავრჩეთ პიროვნებად, რა? დავრჩეთ ინდივიდებად და დავრჩეთ ერებად, როგორც ამა თუ იმ ერის წარმომადგენელი. აი ხა მე რა თქმა უნდა ეს საკითხი იმიტომ ავირჩიე რომ პრობლემაა მოგზარ. პრობლემა და ისეთი სერიოზული ერებისთვის, დიდი ერებისთვისაც პრობლემაა. და მე მაინც მინდა რომ შენ გალაპარაკო სემიულ ჰანტინგტონის, აი ეს ვინ ვართ ჩვენ ამერიკელების პრობლემაზე იდენტობასთან კავშირში. მათაც კი აქვთ ეს პრობლემა. სამუელ ჰანტინგტონი როგორც წერალი, როგორც პოლიტოლოგი, პოლიტმეცნიერი არის საკამათო. ეს ისე კი არ არის, რომ აი დაწერა რაღაც და ყველამ გაიზიარა და გაგიგო. ჩვენ მაშინ ვილაპარაკეთ ჯაღზე ცივილიზაციათა შორის და დღეს ეს მე ორივე მიდევს თაროზე სიმართლე გითხრა და მოხიბლული ვარ ორივე წიგნის. სამუელ ჰანტინგტონს აქვს უნარი, რომ ძალიან კარგად სხვისგან განსხვავებით შეამჩნიოს, იგი რა ხდება სამყაროში და რა მოსდის მის ერს. და ეს გვეკითხება, ვინ ვარ ჩვენ? Who are we? Who am I? აი ვინა ვარ ჩვენ? ამერიკელები. ხო, და რა არის, არსებობს ამერიკული კრედო, ასე ვთქვათ, ხო, კრედო. ისევე როგორც არსებობს ქრისტიანული კრედო. არსებობს ამერიკული კრედო, რომელიც შედგება რისაგან? ეს არის თავისუფლება, ეს არის დემოკრატია, ესაა ინდივიდუალიზმი, ეს არის არ დაგვავიწყდეს კონსტიტუციონალიზმი, რა თქმა უნდა და რა თქმა უნდა
კანონის უზენაესობა. ეს არის კრედო. მაგრამ ამ კრედოს ჭირდება საყრდენი და შემნახავი. დამცველი ჭირდება და როგორც სამუელ ჰანტინგტონი იძახის, დამცველი და მისი შემნახავი არის ანგლო-პროტესტანტული კულტურა. ანუ ამას ეყრდნობა ეს კრედო. და რა გამოყავს, იცი მას ეშინია, იცი ამას რო წერს, რაღაც შიში შეგზნება აქვს და ფიქრობს, რომ თუ კი ეს საყრდენი გაუქრება ამერიკულ კრედო, შეიძლება უკვე ეჭვი დადგეს იმისა, რომ ამ ამერიკულმა ასე ვთქვათ შეგრძნებამ თავის სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ანუ ამ კრედომ თავი ვეღარ შეინარჩუნოს. მაგალითად, სამუელ ჰანტინგტონს მე ვფიქრობ ამ წიგნში აღიზიანებს ის, რომ ამერიკას უწოდებენ თითქოს რაღაც ემიგრანტებისგან პრიმიტიულად უწოდებენ ემიგრანტებისგან შემდგარ ქვეყანას, რაღაც ჭრელი მოვლენებისგან შექმნილი რაღაც ქვეყანა. ესე იგი, მის ასეთი პრიმიტივიზაცია ჰანტინგტონისთვის არის ძალიან გამაღიზიანებელი. და ის კარნახობს სამყაროს და სამყაროს ეუნება. ეს ასე არ არის შემოკარგება, არის სულ სხვადასხვაირად საქმე. თუმცა იმასაც აღიარებს, რომ იდენტიფიკაციას, ამერიკელის პიროვნების იდენტიფიკაციას რაღაც წყალი შეუდგა თითქოს. იგივე ცნობილ ამერიკულ ოცნებას და ბევრ სხვა რამეს. რატომ ამის მიზეზებსაც გვისახელებს? ეს ყოფილა როგორც ის ამბობს და მე მინდა დავეთანხმო, რომ ეს არის ინტენსიური იმიგრაცია. ერთი დაახლოებით ესე 10-8 წლის წინ 50 მილიონამდე იყო ლათინოამერიკელი, რომელიც ლათინოამერიკულ შემოსული ამერიკაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში. ახლა უფრო მეტია და რა მოხდა? ამერიკის ერთ-ერთი საყრდენი იყო, რა თქმა უნდა, ერთი ენა, ხო? გარდა იმისა, რომ იყოს ბიბლიური საყრდენები და ეს ქრისტიანული საფუძვლები, რომელზეც ამერიკა აშენდა, ინგლისური ენას, რომელიც მიიჩნიათ თავიანთ ენად, არის უმნიშვნელოვანესი. და ამ დროს წარმოიშვა ახალი პროცესი, ესპანური შემოვიდა როგორც მეორე ენა და შეგიძლია თქვა უკვე თავისუფლად, რომ ამერიკა გადაიქცა თუ ბოლომდე არა ნაწილობრივ მაინც ბილინგვისტურ ქვეყნად. რომელიც მათთვის არის მომაკვდინებელი. ის ამერიკას არ ჭირდება ბილინგვიზმი. ის ეყრდნობა თავის ამ ასე ვთქვათ პოლიტიკურ კრედოს, სოციალურ-პოლიტიკურ კრედოს ერთიანობა და სიმკვრივეს, მის სიმძლავრეებს, ასევე ეყრდნობა მის ასე იგი მონოლინგვიზმს და მისთვის ბილინგვიზმი მიუღებელია. აი ამ ვითარებაში, როცა ემიგრაციის მოწოლა ხდება, ადვილია მაგალითად მექსიკიდან იმიგრაცია, ხო, იმდენად მარტივი გახდა ეს ყველაფერი, რომ თითქოს ეს ამერიკული ეს იდეალები თითქოს სუსტება, ფერს კარგავს თითქოს. რატომ? წინათ იყო შეგრძნება განსაკუთრებით აი მეორე მსოფლიო ომის დროს ამერიკაში იყო შეგრძნება, ჩვენ ვართ ერთი ერი, ერთი ქვეყანა, ყავს ერთი მტერი საბჭოთა კავშირი, რომლის წინააღმდეგ ჩვენ ყველანი უნდა აღდგეთ და საერთოდ ერს ახასიათებდა ერთობლივი მძლავრი წინააღმდეგობის გაწევა რაღაც მოვლენის მიმართ. ახლა ბიჭო გადავიდა ყურადღება დაშლილობაზე. აი მაგალითად არის რომ ისე წინათ ასეთი რაღაც არ იყო. არის მაგალითად აფრიკელი, ამერიკელი, არის ხო, აფროამერიკელი, არის რაღაც ზელანდიელი, ამერიკელი. ანუ აი თითქოს მოდაში შემოვიდა, რომ ეს ორმაგი სახელი დაერქვა ამერიკელს. რატო ყველას უნდა ამის ესე იგი თავისი ეროვნულობის და თავისი ინდივიდუალიზმის შენარჩუნება. ეხლა რო გითხრა, რომ ამერიკა ამის გამო ინგრევა, ეს სწორი არ იქნება. მაგრამ აი ნახე, ეს წიგნი დაწერილია 2002 წელს და იქ გარკვევით ხას უსვამს ჰანტინგტონი იმას, რომ ამერიკა შესაძლებელია 2025 წლისთვის ერთი ქვეყანა კი აღარ იყოს. რამდენიმე ქვეყნად დაიშალოს. აი ხა რაც შენ თქვი, ეს ხომ გლობალიზაციის გავლენა იქნება. რა თქმა უნდა. ეს ხომ საზღვრების არის ასეთი შიში, მაგრამ იცოდე რომ ამერიკაში შეგრძნება ერთიანობის არა, მაინც არ მწარსულა არსად. იცი, იგივე იმიგრანტები, რომელიც შემოდიან, უდიდეს პატივს სცემენ და მიაჩნიათ კონსტიტუციური ღირსებები ამერიკის შეერთებული შტატების, იგი უდიდეს ძალად. ისინი, რა თქმა უნდა, ინგლისურენსაც პატივს სცემენ, გამალებით სწავლობენ ამენას. ახალგაზრდობა შემოსული ახალგაზრდობა ამერიკაში მიდის ამერიკულ უნივერსიტეტებში, რომელშიც მართალია
გლობალიზაციამ დარია ხელი ამერიკულ უნივერსიტეტებს და ინდივიდუალიზმი დააკარგინა თითქოს, მაგრამ ეს სისტემა, უმძლავრესი საგანმანათლებლო სისტემა, რომელიც ამერიკაში არის და რომელსაც გავლენა აქვს თემ მსოფლიოზე, მაინც ინარჩუნებს ამ ინდივიდუალიზმს. ანუ მე ამერიკული იერსახის, მისი ინდივიდუალიზმის, მისი თავისუფლების შენარჩუნების იცი მჯერა. მე მგონი რომ ჰანტინგტონი ცოტა ზედმეტად კრიტიკული და პესიმისტურიც არის, მაგრამ არის ისეთი პასაჟები, რომელსაც უარ დავეთანხმო, უბრალოდ სულელი ვიქნები, ესე იგი არ ვიქნები მართალი. რატომ გჯერა? ჯერ ერთი ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ისეთი მატერიალური სიმძლავრეები, რომლისგანაც მთელი მსოფლიო ისწრაფის. მერე არის შეგრძნება ჯერ კიდევ ამერიკაში, რომ ამას ყველაფერს ჭირდება ერთობლივი დაცვა და ის იმიგრანტები არ გეგონო შენ ადამიანები, რომელსაც ეს შეგრძნება არ აქვთ. პირიქით, ესე იგი, მათ უნდათ რომ ძალიან ჩქარა გახდნენ ღირსეული, ორგანული, ადგილობრივი ამერიკელები და ჩაებან ქვეყნის პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში. ეს ერთი მატერიალური სიმძლავრეები. მერე არსებობს ისტორიის შეგრძნება, ამერიკის ისტორიის შეგრძნება, რომელიც სულაც არ ყოფილა ჰანტინგტონის თვალსაზრისით მარტივი რამ, არამედ ურთულესი ისტორიის ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ მოკლეა და ჩვენ ხანდახან ეს საუბარში გამიგონია დაცინვა ამერიკის ისტორიის მიმართ, რომ ეს ახალი რაღაც 250 წლის არისო, მაგრამ ეს ხომ არ არის მხოლოდ ამერიკის ისტორია, ეს არის დიდი ევროპული ისტორია, ეს არის დიდი ანგლო-საქსონური კულტურის გაგრძელება და პროტესტანტული კულტურის გაგრძელება, რომელიც ასე მარტივად და ასე ადვილად თავის იდეებს და თავის საფუძვლებს და სიმძლავრეებს არ დათმობს. მე მაინც ამისი მჯერა. ძალიან კარგი. ახლა მიგრაციის პროცესები გადინება, შემოდინება, ამას თუ შეუძლია ჩვენზე, ჩვენს კულტურაზე, როგორ ფიქრობ, გავლენის მოხდენა და უფრო საშიში არის თუ არა ჩვენთვის ვიდრე დიდი ქვეყნებისთვის. ის რომ დღეს საქართველოში არის პოლარიზაცია, მკვეთრი პოლარიზაციის ქვეყანაა და ჩვენ არა ვართ მარტო. ძალიან ბევრი ქვეყანაა პოლარიზებული, ძალიან ბევრი ელია პოლარიზებული. ეს არის გლობალიზაციის გავლენა. ანუ იდეები ძალიან მარტივი ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენ ყველაფერი გვაქვს ამ ჩვენს დიდ ბიბლიოთეკაში, ინტერნეტში და ადამიანები ეწაფებიან ამ ცოდნას, ეს ცოდნა შემოგდა, მაგრამ არჩევანის გაკეთებას ადამიანს ვერ დაუშლი. ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ. სადაც ხანდახან წყინს ხოლმე საქართველოსთან გადის ხალხი, ქართველები გადიან სხვადასხვა ცხოვრებენ. იცი რა, ამის წინააღმდეგობა არ გამოვა. ყველაფერს ეკონომიკას რო თავი დავანებოთ, იდეოლოგიურადაც არ ვიქნებით მართალი, თუ ადამიანს დაუშლით თანამედროვე ადამიანს, იცხოვროს იქ, სადაც შეუძლია და სადაც უნდა იცხოვროს. ამის წინააღმდეგობის გაწევა ცუდად წარმოგვადგენს. უნდა მივცეთ ადამიანს თავისუფლება. იქ უნდა ცხოვრება, სადაც უნდა იცხოვროს. მაგრამ ჩემი ოცნება რა არის? საქართველოს კი არ იყოს მხოლოდ დონორი ქვეყანა, რომელიც ადამიანებს აძლევს სხვა კულტურებს და სხვა ერებს, არამედ გავხდეთ რეციპიენტი, ანუ ჩვენთან მოსვლა რომ იყოს სახარბიელო, სახლში დაბრუნება რომ იყოს ოცნება. მაგრამ ეს რომ მოხდეს ხო ისა მას რა ჭირდება? ძალიან მარტივი რაღაცები. საქართველოს ჭირდება პირველ ყოვლისა თავისი მომხიბლაობის გაზრდა, ეკონომიკური სიმძლავრეების, რა თქმა უნდა, მომატება და ისეთ ქვეყნად ქცევა, სადაც დაძლეულია ყოველგვარი სიღარიბე და კეთილდღეობა იმხელა, რომ ყველა აქ უნდა ყოფნა. ეს რაც შეეხება საქართველოს, მაგრამ გავლენა გლობალიზაციისა და მოდერნიზაციის საქართველოში იმდენად მძლავრია, რომ ისი გაჩერება ძალიან ძნელია. მე ძალიან ბევრი საქმე მაქვს ახალგაზრდობასთან. ვასწავლი ძალიან, ასობით ახალგაზრდა ადამიანს და ხანდახან აუდიტორიაში წარმოიშვება ხოლმე ამაზე ლაპარაკი. და მე რა შეგრძნება მაქვს, აი უნდა გადმოგცე. ჩემ და საბედნიეროდ, ჩემ სტუდენტობაში ვხედავ ისე ტრადიციულობას. მიუხედავად იმისა, რომ არიან ბავშვები აი მოდერნიზებული და გლობალიზაციის მიმდევრები და ყველაფერს იზიარებენ, რაც შეუძლიათ, იცი ჩემი სტუდენტების ყოველ შემთხვევაში ვისაც მე ვისწავლ მათი უმრავლესობა მაინც ამ ტრადიციულობას ინარჩუნებს. თუმცა ცოდნა
რომელიც ხელმისაწვდომი გახდა მათთვის, ძალიან ბევრ შეკითხვას აყენებს. აი მაგალითად, აი საჯო რა არის მთავარი ბოლოს და ბოლოს? ეროვნულობაა მთავარი და ტრადიციულობა თუ არის მთავარი ინტერნაციონალურობა? მთავარი რა არის სად ვიცხოვრო თუ როგორ ვიცხოვრო? მთავარი რა არის ბავშვის გაჩენა თუ როგორ გავზრდი? ესე იგი შეკითხვები არის მძაფრი, შეკითხვები არის ძალიან მძიმე და ამას რომ პასუხი გავცეთ თამრიკო, ჩვენ ძალიან ბევრი უნდა ვიცვალო და ვიშრომოთ. და შრომა უნდა იყოს მიმართული აი სხვა შორის ამერიკაშიც ერთ-ერთი მახასიათებელი ამერიკული საზოგადოებას არის შრომის კულტურა, განწყობა შრომის მიმართ. ჩვენ სამწუხაროდ ჯერ შეგვიძლია ჩვენ თავს ვუსაყვედუროთ ძალიან ადვილად, რომ ჩვენი განწყობა შრომის მიმართ არ არის ბოლომდე დახვეწილი. არ არის ისეთი, როგორც მაგალითად ამერიკულია, თუ პარალელის გავლება გვინდა. არ არის ისეთი, როგორც დასავლურია. არც დროის მიმართ არის შეგრძნება ისეთი, როგორც დასავლეთშია. ნუ რასიზამ გლობალიზაცია კი გვეწვია და მოდერნიზაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ესე იგი 24 საათის განმავლობაში ხელახლა დავიბადოთ. ისი საკითხავია, ისი ჩვენი ტრადიციულობა, ჩვენი პატივისცემა იმის მიმართ, რაც ჩვენთვის აი ეროვნული რეალობა, ეს ჩვენ ცხოვრებაში ხელს გვიწყობს თუ გვიშლის. ამასაც კითხვა უნდა. ნუ იდეალური რა იქნებოდა? იდეალური იქნებოდა არის ასეთი მწერალი ტომას ფრიდმანი, ჟურნალისტი ძალიან ცნობილი და ესე იგი მისი ტომას ფრიდმანის ერთ-ერთი ცნობილი მოსაზრება რა არის იცი? ასეთ წიგნი დაწერა Lexus and the Olive Tree. ესე იგი ლექსუსი და ზეთისხილის ხე. ხო, და იქ ფიქრობს რომ იდეალური იქნებოდა, იდეალური ტრადიციული შენარჩუნება და მოდერნიზაციის შეგუება და გამოყენება. თუ ამას მივახცევთ, ამას თუ მივახცევთ, გენებით იდეალურ მდგომარეობაში. მე არ ვიცი შენ გახსოვს როცა მელაპარაკები ემიგრაციაზე და ემიგრაციაზე, მე არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა ფილმი ბრუზატი იყო მე მგონი და ხო პური და შოკოლადი. მანფრედი თამაში. პური და შოკოლადი. პური და შოკოლადი. პანე ე შოკოლადა, ხო. აი ეს გამახსენდა ხო რომ ელაპარაკებო. რა შეიცვალა ნუგზარ, რა შეიცვალა. როგორ არის ნაჩვენები არა იმ ფილმში შვეიცარია. ანუ უზრუნველყოფილი, მდიდარი, ძლიერი ქვეყანა. რომლისკენაც მიილტვი, შენ წეგან ახსენე რომ ჩვენ მივილტვით რა ასეთი და აქეთ საქათმე და უდიდესი კულტურის პრაქტიკულად დასავლური კულტურის აკვანი რომი და რომაელები ჩასული ევროპაში მათხოვრად. რა შეიცვალა დისკრიმინაციის მხრივ, დამოკიდებულების მხრივ. თამრიკო აფსუსი იქნება რომ ეხლა ამ ჩვენს ლაპარაკზე ამ ფილმის შესახებ ამა რო ვერ მიიღოს გამოძახილი რა და ხო შეიძლება ადამიანებს არ ახსოვდეთ ეს ფილმი შეიძლება მოდი ისე მოვყვეთ კი ბატონო მოდი ისე მოვყვეთ რომ არის ერთი კაცი რომელიც წავიდა შვეიცარიაში იტალიიდან რატომ პური საძიებლად და იმის მოლოდინში რომ ესე იგი გავყავდებოდა ეს პური არის შოკოლადი და იქ შოკოლადის მაგერია დახვდა მხოლოდ პური ანუ როგორღაც ასე თავი გადაერშინა და ეს სიმპათიური საყვარელი ახალგაზრდა კაცი აღმოჩნდა ამ შვეიცარიაში ისე მდგომარეობაში რომ მთელი თავისი დრო მოუნდა თავის იდენტიფიკაციას ვერაფრით ვერ მონახა თავისი თავი და ცდილობდა როგორღაც დამსგავსებოდა იმას რასაც შვეიცარიული კულტურა კარნახობდა. ეხლა რა და ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. დაემსგავსე იმას, დაემსგავსე სხვას და დაკარგე შენი. დაკარგე შენი, კი, ამის წინაშე დადგა და ეს კაცი დაბერდება, გაიზრდება და მომწიფდება, როგორ დავაშკაცდება, ამის დარჩი და ამის ფიქრში არაფერი არ გამოუვა ბოლოს და ესე იგი რა შეიცვალა მითხარ. იტალიისთვის შეიცვალა. იტალია დონორი კი არ არის, ეხლა რესიპიენტი გახდა. იტალიაში შედიან ემიგრაციაში ხალხი და მუშაობენ. ეს არის 70-იან წლებში გადაღებული და ეს უკვე მეტაფორაა. მაგრამ ზოგადად პურის და შოკოლადი, სად არის შოკოლადი? აი ესე სად მოჩქებს შოკოლადი? აი მინდა მაგს გავყვე ამ აზრს, მაგრამ ზოგადად ამრიგო არ ვიცი შედამეთანხმები თუ არა, არაფერიც არ შეცვლილა. ადამიანი ემიგრანტი, ადამიანი რომ ჩადის იგივე მდგომარეობაშია.
მე ვიცი რას ნატრობ ხოლმე, ჩვენი ქართველები რომელიც მიდიან ნეტა ყველა გამდიდრდეს და ყველა კარგად იყოს და იმდენად გამდიდრდეს თუ წარმოგიდგენია მე აქეთ რომ მოიხედავ სამშობლოსკენ უკან ხელსერიელი კი არ ჩამოვიდეს მაგრად ეს არის ოცნება რა თქმა უნდა სამწუხაროდ იმიგრაციის და ემიგრაციის ხასიათში არაფერი არ შესულა გარდა ინტენსივობისა ადამიანი ყოველთვის ძიებაში იმისა რომ იქნებ უკეთესი ვიპოვო ჩადის და უჭირს. როგორ უჭირს? სულიერად, კულტურულად და მე ვიტყოდი რომ მატერიალურადაც. იცი რა, ადამიანების უდიდესი ნაწილი ოცნებაში რჩება, აქ გავაკეთო და იქ მოვიხმარო, სადაც მინდა. მაგრამ ძალიან ხშირად ეს ოცნება რჩება და ყოველდღიურ საშოვ პურს და ყველს არის გადაყოლილი ადამიანი. იცი ემიგრაცია არ არის კამფეტ მამალო ბოდიში შოკოლადი არ არის ემიგრაცია არის პური უპირველეს ყოვლისა და არიან ადამიანები რომელიც შოკოლადსაც აღწევენ მაგრამ ასეთი ადამიანები არიან იშვიათნი ჩემის აზრით ჩამოვიდეთ ახლა საქართველოში და შევეხოთ ჩვენს რეალობას დღეს. გლობალიზაცია ვახსენე, მოდერნიზაცია ვახსენე, მიგრაციული პროცესები ვახსენე და ყველაფერი ეს დავუკავშიროთ ჩვენს გეოგრაფიულ მდებარეობას. არ ვიცი ახლა არ ეწყინოს არავის რა. აი თუ ჩვენ დავცლით საქართველოს და წავალთ იმიტომ რომ შოკოლადს მივდებთ, ხო? რაღაც გვინდა ვიპოვოთ უკეთესი. შენ არ გეგონოს და არავის არ ეგონოს, რომ ეს მიწაცარიელი დარჩება. ადამიანს ახატებს მიგრაცია, ისევე როგორც აქედან გავა ხალხი, ისევე შემოვა სხვა ადამიანი. ამიტომ ჩვენი უდიდესი პრობლემაა, რომ 200-300 წლის მერე როგორმე ვიყოთ და როგორმე ისევ ქართულად ვლაპარაკობდეთ. ეს რომ გავაკეთოთ, ჩვენი აქ მექანიკური დარჩენა არ კმარა. ეს რომ ჩვენ მოვახერხოთ, საჭიროა როგორღაც შევქმნათ ისეთი პირობები, ისეთი ქვეყანა, ისეთი სამყარო, რომელსაც ქართველს გამრავლება არ ეზარება. რატომ? ემიგრაცია და იმიგრაცია ჭიდილში ერთმანეთთან და ჩვენ შეიძლება იმიგრაციამ თამრიკო შეიძლება გადაგვაკეთოს და გული მიკვდება ამის ფიქრში. მაგრამ იცი რისი იმედი მაქვს, რომ ეროვნული საქართველოში მაგალითად ოჯახური ტრადიციის პატივისცემა, ისტორიის შეგრძნება, ეს რაღაც მაინც გვაერთიანებს. ის კი არა, აი ყველაზე ლიბერალურად მოაზროვნე ადამიანების კი არიან ხიფში ამ თავისი ეროვნული იდენტობის და არ უნდათ ამის ხელიდან გაშვება. მე ძალიან ბევრი ვიარე ამ ქვეყნად და 35 წელიწადი გასული ვიყავი ქვეყნიდან, მაგრამ ეს შეგრძნება ამ ეროვნულის მძლავრი შეგრძნება რასაც არ დამიკარგია. ახლა სიმართლე კიდე ახლა მე რა კიდე არ ვიცი შენ დამაბრალებ რომ არ ვიცი რა ხდება ამ ქვეყანაზე ან დამაბრალებ რომ წიგნი არ წამიკითხე ან დამაბრალებ რომ საზღვარგარეთ არ მიცხოვრია არა მაგრამ მე ძალიან მაგრად სიამოვნებ ამ ჩვენი ეროვნული მოსემულობებით თაობებს შორის რა განსხვავება ამ ხრივ ნუგზარ ნახე როგორ მინდა დაგიცვა კითხვა შენთვის ეროვნული ძვირფასია შენარჩუნებულია ეს ყველაფერი ტრადიცია და ეროვნულობა ეროვნული თვითშეგნება ძვირფასია რამდენად ძვირფასია ის იმ ახალგაზრდებისთვის რომელთანაც შენ კონტაქტი გაქვს ვისთანაც მე საქმე მაქვს კაფეოთ არის გამოხატული ამაში მაგრამ ძალიან ბევრში ჩემის აზრით ასევე ბევრში ძლავრად არის გამოხატული აგრეთვე ეს გლობალიზაციის შეგრძნება უნდა წავიდე იქ მინდა სადაც მინდა ვიყო ამისთვის ხდება ინგლისური ენის ინტენსიური სწავლება და სწავლა რა თქმა უნდა და მაგრამ ინგლისური ენის ცოდნა
შენ შეგიძლია შენი ერის გასავითარებლად გამოიყენო. აი მაგალითად თუ შენ შევძლებ და რაზედაც მე ჩემს ლინგვისტურ ჯგუფთან ერთად ამაზე ვარ გადამკვდარი, რომ საქართველოში ათეულობით 1000, მაგრამ ასეულობით 1000-მა თელმა ერმა ისწავლოს ენა. ეს არის ჩემი მიზანი. რატომ? იმიტომ რომ კონტაქტი დანარჩენ სამყაროსთან იქნება უკეთესი, რა თქმა უნდა, და ეს ბევრ რაღაცას გაუკეთებს, რომ ეს იგი უშუალოდ თვითონ შეიძლება, ეს იგი კონტაქტში იყოს დანარჩენ სამყაროსთან და რა თარჯემნის საშუალებით. მაგრამ რაც შეეხება კავშირს თაობათა შორის, შენ იცი, რომ დღევანდელ სამყაროს, დღევანდელ გლობალიზებულ და მოდერნიზებულ სამყაროს ახასიათებს შვილებსა და მშობლებს შორის ერთგვარი გაუცხოება. სერიოზული მაგრამ მე იცი რისი მომხრევა, რომ მშობლებმა ეს ცუდად არ გაეგონ, მშობლებმა შეინარჩუნოს სითბო, მოთმინება და სიყვარული, ჩვენი ეს ერთ-ერთი უმძიმესი ვალია, იმიტომ რომ ბავშვების, ჩვენი შვილების ამხრივ შვილებისთვის ამხრივ წინააღმდეგობის გაზრებამ შეიძლება ოჯახური ტრაგედია გამოიწვიოს. შენ ვერაფრის დიდებით ვერ გაუწევ წინააღმდეგობა შვილს, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს იცხოვროს ისე როგორც მას მიაჩნია იცხოვროს, სწორად. მაგრამ ჩვენ სიბრძნე და სიკეთე უნდა გვეყოს იმისათვის, რომ ეს კავშირი თაობათა შორის, რომელიც ძალიან სასარგებლოა, როგორღაც შევინარჩუნოთ. მე ვფიქრობ, კავშირი ნელ-ნელა ირღვევა და რომელსაც პატრონობა ჭირდება, რომელსაც ჭირდება აღზრდა, მოვლა და მოთმინები და რუდუნებით მისი შენარჩუნება. ამას ვერ გავაკეთებ. და არის რამდენიმე რაღაც, რომელსაც თუ არ გავაკეთებ, დავიშლებით, ისე აღარ ვიქნებით. ერთი გამრავლება, მეორე თაობებს შორის კავშირის შენარჩუნება და მესამე შენხარჩენი ბატონი, რა თქმა უნდა, იმ ეკონომიკური საფუძვლის შექმნა, რომელიც მომხიბლავია ადამიანისთვის, რომელიც ან უნდა დარჩეს, ან უნდა დაბრუნდეს. ხო და აი ხიდი ადამიანებსა და თაობებს შორის განათლებაზე გადის. შენ ამ საქმეს ემსახურები, ხომ? რომ გააგებინო იმათ და ენასთან ერთად, განა მარტო ენას ასწავლო. არა, ნამდვილად. ეს მინდა რომ კარგად ხაზი გაუსვა ამ საკითხს. ენასთან ერთად მე რას ვსწავლობ? ის სამყაროს შემოდის ჩემში. მე აზროვნებას ვსწავლობ, ნუგზარ პარალელების გავლებას ვსწავლობ. რას ასწავლი შენ? არც ერთი ჩემი სტუდენტი, არც ერთი ჩემი მოსწავლე არ მაპატიებს გადაჭარბებას ან ტყუილს. მე სტუდენტებთან მაქვს ორგანული კავშირი და მათთან, რა თქმა უნდა, ენას თავდადებით ვასწავლი უპირველეს ყოვლისა, მაგრამ მე მათთან საუბრებისა მაქვს, კლასგარეშე საუბრები, ხანდახან კლასში დრო 5-10 წუთი, 15 წუთი თუ დაგრჩება დრო, რა თქმა უნდა, აკადემიური პროცესისგან გადახვევა არ არის სიმპათიური და სწორი, მაგრამ ჩვენ ამის დროს პოულობთ, ან შესვენების დროს, ან შემდეგ. და ეხლა თვალწინ წარმომიდგა ის გადასარევის სახის და გონების ბავშვები, რომელიც მიყურებენ, როცა ველაპარაკები და თამრიკო იცი ყოველთვის რას ვეუბნები მათ, რომ უნდა დაიჯეროთ ერთი რაღაცა, რომ ჩვენ როცა წავალთ ყველანი, შენ ახლა 15 წლის რომ ხარ და რომ გახდები 35-ის და 40-ის და 45-ის, მაშინ ეს ქვეყანა აღმოჩნდება შენ ხელში. შენ უნდა ნახო როგორი კაპაციტეტებით მისმენენ ამ დროს. ამ დროს ბავშვებს არ ვატყუებ, მართლა ვეუბნები შვილო, ეს ქვეყანა აღმოჩნდება შენ ხელში და შენი გადასახადი რომ მოუვარდა ხელიდან არ გაგისყლდეს ამ ჩვენს ძალიან გონივრულად დატვირთულ ელექტრო და ციფრულ სამყაროში ისეთი ძნელია ქვეყანას რომ მოუვარდო, გჭირდება მხოლოდ ცოდნა და ეს ცოდნა უნდა იყოს კონკრეტული, განსაზღვრული, მიმართულების მქონე, თუ როგორ ხდება შენარჩუნება ამის ყველაფრის. და თან პარალელურად, ხო იცი, ბავშვები არიან ხელოვნური ინტელექტის ძალიან დიდი გავლენის ქვეშ. და მე ვცდილობ, იცი, მათი განწყობა და მათი ურთიერთობა ხელოვნურ ინტელექტთან რაღაცნაირად ისე დავაბალანსო, ისეთ სინათლეში წარმოვადგინო, რომ სასარგებლო იყოს მათთვისაც და მათი მომავლისთვისაც. ხელოვნურ ინტელექტთან ახალგაზრდობის ურთიერთობა არის ძალიან რთული, კარგიც და ავის და ეს ყველა მიცის. ეს არ არის ახალი ამბავი.
მაგრამ მისი გამკლავება შეიძლება. ყველაფერს ბოლოს და ბონოს თამრიკო ჭირდება გონება. ყველაფერს ჭირდება გონივრულობა, ჩემო კარგო და რაციონალიზმი. შევხედოთ ამას იმ თვალით, რომ დავიჭეროთ ამაში ყველაფერში რაციონალური, მოვკიდოთ ხელი ამ რაციონალურ, დავამყნოთ რაღაცას და გავზარდოთ. და რაც სისულელი და არ არის სწორი, იმაზე ვარი ვთქვათ. მორალის ადგილი სად არის აი ამ სამყაროში? გლობალიზაციის, მოდერნიზაციის და იდენტობასთან ჭიდილის ფონზე. სად არის? თუ მორალს შეუდგა წყალი ზოგადად გლობალურად. მათ შორის საქართველოშიც. თუ მორალს, სულიერებას, კულტურას შეუდგა წყალი და არ ივარგა, მაშინ დგება საკითხი ასე. როგორ გინდა შენი ადამიანურობით ის სიამოვნო? ჩვენ მარტო ვართ ამ ქვეყნა კაცო შრომისთვის ხო არ ვართ მოსული და წვალებისთვის. ამ ქვეყნად მოვედი მე რომ იყო ბედნიერი. და ეს ამ ბედნიერების საყრდენი თამრიკო არის ჩვენი მორალურობა და ჩვენი სულიერი სიმაღლე. ამას ძირს თუ გამოუთხრი და წყალ შეუყენებ, იცოდე რომ ჩვენი საქმე ძალიან ცუდად არის. ჩვენ ყველანი უნდა გადავეგოთ იმაზე, რომ ეს როგორღაც არ დავკარგოთ. გავნათლდეთ, გავმაგრდეთ, გავრაციონალურდეთ, მაგრამ მორალურზე და სულიერზე და კულტურულზე არ უნდა ვთქვათ ვარი და თუნდა შევამჩნიოთ, თუ მიგვდის ხელიდან, თუ დაგვისხლდა, ვერასოდეს ვეღარ დავიბრუნებთ. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი კრედო, ანუ რწმენა, კრედო რა არის რწმენა, ხო? არის ის, რომ აი მორალურის ფარგლებს და სულიერების ფარგლებს როგორღაც არ გასცე ჩემი ცხოვრება და გამოგიტყრები. მეშლება ხოლმე. გავბერდი კაცი 95 წელიწადში ვარ და ხშირად იცი რაღაც ისე ამჩატდები ხანდახან რომ ფიქრ ვაი დედა ეს რა გავაკეთე. ესეთი რაღაც ამჭირს ხოლმე, გაიგე? მით უმეტეს სხვა თუ მაგზნობინებს რომ თუ მეტყვის შენ ეგრე არ უნდა გექნა და მე რომ დავფიქრდები ძალიან მწარეა. აი პირდაპირ არ მეშინე და ვამბობ. არაფერი სიბრძნე და გამოცდილება არ მშველის. მეშლება ხოლმე. მაგრამ მაქვს უნარი რომ ვაღიარო ეს შეცდომა და მე ჩემ თავს ამ შეცდომაზე დაველაპარაკო და როგორღაც გავაკეთე ის რომ მავნე კუდები არ გამოებას ამას და ჩემი ცხოვრების ძირფესვზე არ იმოქმედოს. ახლა მინდა შევეხო პროფესიულ პასუხისმგებლობას. ახალი ბიბლია შექმნა ჩვენმა სამყარომ, ჟურნალისტური ბიბლია. კი ბატონო. ამ ცნებები, არა ცნებები, არამედ რამ ცნებები აქვს ამ ახალ ჟურნალისტურ ბიბლიას. ჟურნალისტიკა ესე როგორც ყველაფერი რა თქმა უნდა შეიცვალა და ჩვენ ამ საქმეს ვემსახურებ. მადლობა ღმერთს რომ ამ საქმეში ვარ და მე მიხარია და მიყვარს. მაგრამ თემ სოფლიოში ჟურნალისტიკას ესე იგი დაემართა ერთი დაავადება, ანგაჟირებულობა რა. ესე იგი პოლიტიკური მიდრეკილება. ამის გარეშე არსად არ არის ჟურნალისტიკა. არც იყო ნუგზა. ახლა რა დაემართა? ახლა გაგი. ზოგი ქვეყანაში ჟურნალისტური კულტურა იმდენად ძლიერია შედარებით, რომ ამას ეშმაკურად აკეთებს, უფრო ისე აკეთებს, რომ არ ემჩნევა. ზოგან ესე იგი ძალიან აი პირდაპირია და მძაფრი და ზედაპირზე ჩანს ყველაფერი. რა დაემართა, მე მგონი არაფერი ისეთი ძალიან დიდი ცვლილებას მე არაფერს ვერ ვხედავ და ჟურნალისტიკამ აი ჩემის აზრით აი ყველაზე დიდი წახნაგი რაც შეიცირა ეს არის პოლიტიკური ანგაჟირებულობა და რა თქმა უნდა ამ პროცესში ძალიან ბევრი ტყუილი იპარება. განასახელის არ მოუგონეს ამას fake მოუგონე, ანუ ყალბი, fake ნიშნავს ყალბს, ხო? და თუ კი შენ შეძლებ რომ შეინარჩუნო შენი თავი ფეიკის გარეშე, რომ როგორღაც ისე ემუშავა ადამიანებს, ვისაც თხოვ დროს და მოთმინებას. შენ ხარ ჩემი ბატონი, მაშინ რა თქმა უნდა უფრო ბედნიერი იქნები. მართლაც არსებობს ჟურნალისტური, ასე ახალი ჟურნალისტური ბიბლია, რომელსაც ჩვენ ყველანი ვემორჩილებით და მე პირადად, პირდაპირ ვიტყვი, რომ მე ამ მიუხედავად ჩემი ძალიან დიდი გამოცდილებისა და შენ ჩემთან შედარებით ასე ბავშვი ხარ ამ დარგში, მე ვიტყოდი, რომ მე ვერაფერს განსაკუთრებულს ისეც ვერ ვაკეთებ, ოღონდ ერთი რამ კი მიამაყება, რაც შემიძლია ვთქვა, რომ არ მახასიათებს გადახრა
მე ადამიანებს მოუთხრობ იმას, რაც მიმაჩნია რომ უნდა იცოდნენ. ალბათ რის უნდა ფლობდნენ იმ აი მითხარი აი გულწრფელად. ხო. რასაც საუბრობ შენ ეკრანიდან, შენ იმის ხომ გჯერა. მე რასაც ვამბობ, რასაც შენ ამბობ. შენ პასუხისმგებელი ხარ ყველა. აი, რასაც ვამბობ, ყველა სიტყვაზე ვარ პასუხისმგებელი, მე ის მჯერა და მიმაჩნია რომ ეს ცოდნა საზოგადოებას სჭირდება. ეს ცოდნა ყველაფერი კი არ არის, რასაც გავცემ, მაგრამ არის საინტერესო და საჭირო მონაკვეთი, რომელიც დიდმა და პატარამ უნდა იცოდეს, რომ ორიენტირებული იყოს ამ გლობალიზებულ სამყაროში. აი ყოველ შაბათს შენ საერთაშორისო პანორამით რაღაცას ამცნობ შენს მაყურებელს. რა არის აი ეს მთავარი, რაც შენ გინდა რომ უთხრა? რა გინდა ამ ხალხისგან? რატომ შედიხარ ყოველ შაბათს მათსა? გავიმეორებ. თანამედროვე ადამიანი უნდა იყოს გარკვეული გლობალიზებული სამყაროს წახნაგებში, უნდა იცოდეს მის თავს რა ხდება. მე არ ვეხები ესე იგი ჩვენ შინაგან ცხოვრებას. ჩემი საქმეა საერთაშორისო პანორამაში გავაშვო საკითხები, რომელიც საერთაშორისო ცხოვრებას ეხება და მე ვფიქრობ ის 4 სიუჟეტი, რომელიც მაქვს, ესე იგი თითოეულ გადაცემაში, ადამიანებს ეუბნება იმას, რაც ეხმარება ორიენტაციაში, როგორ შეხედო სამყაროს. რატომ? ჩვენ გლობალიზაციაზე არ დავიწყეთ ლაპარაკი. ამ გლობალიზებულ სამყაროში, ამ გლობალიზებული ცოდნის გარეშე გზას ვერ გაიკაფავ. ამიტომ მე ვფიქრობ, ის ცოდნა, რომელსაც ვიძლევი, არის იარაღი, რომ იყო კარგად ორიენტირებული. და მე ვითვალისწინებ სამივე რაღაცას, ინფორმირებულობა, ცოდნა და გართობა. ვცდილობ გავართო, ვცდილობ ცოდნა მივცე და ვცდილობ, ესე იგი, კონდეს ინფორმაცია, რაც მისთვის საჭიროა და სასიცოცხლოა ისეთ გარემოში და იცოდ სამყაროში, რომელსაც ჩვენ აღმოვჩდით. ერთი რუბრიკა, ერთი ნაწილი შენი გადაცემის ლიდერები. რა გინდა აი ამ ლიდერებით მათ უთხრა? რა გინდა დაანახო? სამრიკო, ლიდერების, ყველა ლიდერის ცხოვრება და გამორჩეული ლიდერის განსაკუთრებით არის მაგალითი. აი მაგალითად, წინა ახლა შაბათს ლაპარაკი იყო კონრად ადენაუერზე. ეს დიდი კაცია, ძალიან დიდი ფიგურაა კონრად ადენაური და გაიარა ძალიან ძნელი და რთული ცხოვრება. მაგრამ კაცმა ისე იარა და იმდენი სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ იმის იგნორირება და ყურადღების არ მიქცევა უბრალოდ სწორი არ არის. აი მე ვფიქრობ, ამბავი კონრად ადენაუერზე, რომელიც მე მოუყევი, ეს იგი ჩემს მაყურებელს და ჩემს მსმენელს, რაღაცას ისეთ ეთყვის მასზე, რომლის გლობალიზაცია შეიძლება და პირად ცხოვრებაში გამოყენება. ნუგზარ, არის ასეთი გამოთქმა ინგლისურად burning question, რომელიც ნიშნავს, რომ საკითხი, რომელიც იწვის, კითხვა, რომელიც ითხოვს დაუყოვნებლივ პასუხს. აი გადაცემის ბოლოს მე შენ გისვამ ამ კითხვას. რომელია შენთვის ასეთი კითხვა, რომელიც იწვის, რომელ კითხვას დასვამთ? თამრიკო, ჩემო კარგო, პასუხი მაქვს ძალიან მარტივი და ამ დროს ძალიან რთული. ის რაზედაც ძალიან ბევრს ვფიქრობ და ვფიქრობ, რომ სხვა კეთილ ადამიანებთან ერთად, ჩემი თავის ჩათვლა თუ შემილია კეთილ ადამიანად, შევქმნა ისეთი რაღაცა, რაც გაასწორებს ამ საქმეს. სულ მეფიქრება იმაზე და მწვავს ეს შეკითხვა. შეძლებს თუ არა? ეს ჩემი ქართველი ერი და თუ ჩემს ქართველობას რამე მნიშვნელობა აქვს. თუ რამე მნიშვნელობა აქვს ჩემს სიყვარულს, ალალ გულწრფელ სიყვარულს და ამან დამაბრუნა აქ ჩემი ერის მიმართ. თუ რაიმე მნიშვნელობა აქვს მის მომავალს. და საერთოდ მყოფაც ამ ქვეყანაში რამე მნიშვნელობა თუ აქვს, ერთი რამე მაინტერესებს და დავსვამ შეკითხვას. მთელი ერის წინაშე ვინც გვისმენს და დანარჩენს გადასცეს. გამოუვა თუ არა ქართველს გამრავლების პრობლემის გადაწყვეტა. მე მიმაჩნია, რომ ქართველს უფრო დიდი, უფრო საჭირო, უფრო მნიშვნელოვანი და უფრო საჭირბოროტო არაფერი არა აქვს ქვეყანაზე, ვიდრე მოუმატოს ხალხი
ამ ქვეყანას. ქართველები. ესაა ჩემი ყველაზე მწველი შეკითხვა. ისე შეკითხვებს მეტი რა მაქვს. ჩემ თავის მიმართ მაქვს შეკითხვა. რა გინდა ბიჭო ამ ქვეყანაზე რა მოხედი, რას აკეთებ? ქენი რა მე თუ არ ქენი? ეს კითხვებია, რომელიც ყველა ჩვენგანს მოფიქრალ ადამიანს ებადება საკუთარი. კი ბატონო. თავის მიმართ დიდი მადლობა მინდა გითხრა. ენაცოლე, დიდი მადლობა მინდა გითხრა, წარმატება მინდა გისურვო და ვიცი რომ ძალიან სასარგებლო საქმეს აკეთებ. მე ამის მჯერა ახალგაზრდებთან დაკავშირებით. აი ხას უსვამ ამას. მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მსმენელს და მაყურებელს და შენთან ერთად დავემშვიდობო მომავალ შეხვედრამდე. დიდი მადლობა.